მოგესალმებით, ბრუნდება ობიექტივი პირდაპირ ეთერში, გადაცემით საუბრები ეკონომიკაზე, მე გადაცემის წამყვანი ოთარ ანგურიძე ვარ. დღეს ხუთშაბათია და ტრადიციულად უახლოეს 1 საათს შემოგთავაზებთ საინტერესო საუბრებს ეკონომიკის და მისი განვითარების ზოგად საკითხებთან დაკავშირებით. დღეს კი მე სტუმრად მოვიწვი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი რამაზ აბესაძე. მოგესალმებით ბატონო რამაზ. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ბატონო რამაზ, ზოგადად საბჭოთა კავშირიდან საქართველოს დამოუკიდებელ უკვე სახელმწიფოს მემკვიდრეობად ერგო საკმაოდ ძალიან ბევრი ინსტიტუტი, მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით ჩვენ გქონდა ბევრი ინსტიტუტი, თითქმის ყველა მიმართულებით არსებობდა კვლევითი ინსტიტუტები და ჯერ თქვათ შევარდნაძის დროს, შემდეგ უკვე სააკაშვილის მმართველობის დროს ნელ-ნელა ქრებოდა ეს ინსტიტუტები და დღეს რაც კი დარჩა ესეთი ინსტიტუტები არიან ზოგადად შეერთებული მსხვილ უმაღლეს სასწავლებლებს, მაგალითად თქვენ შემთხვევაში ეს არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. და უნდა ითქვას ისიც, რომ ამ თქვათ შემოტევას ინსტიტუტებისადმი ეკონომიკის დარგში თქვენი ინსტიტუტი არის ერთადერთი, რომელმაც გაუძლო და გარკვეულწილად თავშესაფარი პოვა ამ ჩვენს დედა უნივერსიტეტში. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორ მოახერხა ამ პერიოდის, ასე ვთქვათ, პერიოდისთვის მოეხდინა გადარჩენა და როგორ მოდის დღემდე ეკონომიკის მიმართულების ერთადერთი ეკონომიკის ინსტიტუტი. დიახ, მოგესალმებით, მივესალმები მსმენელებს. ჩვენი ინსტიტუტი შეიქმნა ომის წლებში 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში. მისი დამაარსებელი გახდათ შემდგომში აკადემიკოსი, სახელოვანი ეკონომისტი, ეკონომიკური სკოლის დამფუძნებელი შეიძლება ჩავთვალოთ ბატონი აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი. ამ ინსტიტუტის დირექტორები შემდეგ იყვნენ აკადემიკოსი ავთანდილ გუნია, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფესორი გიორგი წერეთელი, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების განვითარების საქმეში. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბჭოთა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ყურადღება მეცნიერებისადმი შენელდა. საბჭოთა კავშირის დროს მეცნიერება საკმაოდ განვითარებული იყო და რაც პირველია ჩვენ ინსტიტუტსაც სათანადო ყურადღება ექცეოდა და ისიც ყველაფერს აკეთებდა ეკონომიკური მეცნიერების განვითარებისათვის საქართველოში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დადგა საკითხი საერთოდ მეცნიერების რეორგანიზაციისა, განსაკუთრებით ეს წინამთავრობის პერიოდში გამწვავდა. მათმა გადაწყვიტეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრინციპში დაშლა, მისთვის მისგან სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გამოყოფა, რაც მე იმაჩნია, რომ არასწორი იყო. ალბათ უფრო კარგი იქნებოდა თუ სხვა რეორგანიზაციული რეფორმები გატარდებოდა მეცნიერებათა აკადემიაში, მაგრამ 2006 წელს ინსტიტუტები საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას გამოეყო და ჩამოყალიბდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ამის შემდეგ კვლავ არ შეჩერებულა ნეგატიური პროცესები ინსტიტუტისადმი და საერთოდ მეცნიერების განვითარებისადმი საქართველოში. შემდეგ მოხდა აი ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირების შეერთება უმაღლეს სასწავლებლებში ყოველგვარი მომზადების გარეშე. და ჩვენ აღმოვჩნდით უმაღლეს სასწავლებელში და წინასწარ არ იყო მომზადებული პირობები იმისა, რომ ჩვენ ჩავწერილიყავით ამ უმაღლეს სასწავლებელში, ინტეგრირება მომხდარიყო სასწავლო პროცესთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და სიმართლე უნდა ითქვას, რომ დღემდე ჯერ კიდევ გრძელდება
აი ეს დამოკიდებულება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისადმი. სამართლიანობა მოითხოვს, რომ უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ მოიწადინა, რა თქმა უნდა, პროცესების დაჩქარება, მაგრამ ახლა მიღებული იქნა ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონებში და ახლა ჩვენ ველოდებით, რომ ამ კანონის შესაბამისად განხორციელდეს შესაბამისი რეფორმები. ის ითვალისწინებს ინსტიტუციურ მოწყობის გაუმჯობესებას სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისა და ეს პროცესი პრინციპში ახლა უნდა დაიწყოს და ალბათ მას დადებითი შედეგები მოყვება. ერთი უნდა ითქვას კიდევ ჩვენ ახლანდელი მთავრობის პირობებში მოხდა მეცნიერ თანამშრომლებთა ხელფასის მომატება. მანამდე ჩვენ გვქონდა წარმოუდგენლად დაბალი ხელფასი, ყველაზე მაღალი თუ კი ალბათ ქვეყანაში არსებობს სპეციალისტი, ეს არის მეცნიერი. ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს ჰქონდათ ყველაზე დაბალი 150 ლარი, 200 ლარი ხელფასი. და 2015 წლიდან ხელფასი ზოგის გასამაგდა, ზოგის გაორმაგდა და შედარებით მაინც რასაკვირველია ეს ღონისძიება შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ დადებითად. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი პრობლემებია მატერიალური უზრუნველყოფის მხრივ ისევ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში. ხელფასიც, რა თქმა უნდა, ეს არ არის დიდი ხელფასი, 400 ლარი არის დაქვითვის შემდეგ მეცნიერ თანამშრომლის, 500 ლარი არის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის და 600 ლარი არის მთავარი მეცნიერ თანამშრომლის. აი რასაკვირველია, აი ამ ხელფასით ოჯახის შენახვა, რა თქმა უნდა, მეცნიერს გაუჭირდება და ამიტომაც არის, რომ ტოლვა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებისადმი ახალგაზრდების ჯერ კიდევ არ არის. ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ინსტიტუტების მოსაწესრიგებელია. ჩვენ ღმერთს მადლობა უნდა უთხრათ, რომ საერთოდ შენობა შეგვრჩა, ძალიან ბევრი ინსტიტუტების შენობა გაიყიდა და ისინი შეფარებული არიან სხვადასხვა ორგანიზაციებში და ასე მოვაწეობენ. ძალიან სახელოვანი კოლექტივები ჩვენი ქვეყნისა, მეცნიერებისა. დღეისათვის ასეთი მდგომარეობაა, ჩვენ განათლების სამინისტრომ 2013 წელს მოგთხოვა სამოქმედო გეგმის შედგენა. აქ უნდა აგვერჩია ჩვენ რამოდენიმე წლიანი თემა მუშაობისა, იმის მიხედვით თუ ეს თემა როგორი იქნებოდა. ჩვენ წარვადგინეთ 7 წლიანი მუშაობის გეგმა. ამაზე მუშაობა უნდა დაწყებულიყო 2014 წელს, მაგრამ ორგანიზაციული საკითხების გამო კიდევ გადაიდო ეს და 7 წლიანი პროგრამა დავიწყეთ ჩვენ 2015 წელს. პირველი ესე იგი ეტაპი ამ თემისა უკვე შესრულებულია და უკვე მეორე ეტაპზე დავიწყეთ მუშაობა. ეს თემა არის ეს თემა გახლავთ ინოვაციური ეკონომიკა და მისი ინოვაციური ევროინტეგრაცია და ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პრობლემები საქართველოში. აი ეს ორი პრობლემა ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირი სწორედ ინოვაციური ეკონომიკით ხასიათდება და მის გამოცდილებას ამ სფეროში დიდი მნიშვნელობა აქვს. იმის გამოცდილების გადმოღება ჩვენს სინამდვილეში არა პირდაპირ, არამედ კრიტიკული გადმოღება და შემდეგ ჩვენი რასაკვირველია თავისებურებების გათვალისწინება მოხდება ამ სამეცნიერო კვლევითი სამუშაოს ჩატარების პერიოდში და ჩვენ შევთავაზებთ მთავრობას და შესაბამის ორგანიზაციებს ჩვენს რეკომენდაციებს და წინადადებებს ამასთან დაკავშირებით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემა რამე თუ საქართველოს და საერთოდ განვითარებად ქვეყნებს სხვა გზა გარდა ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობისა სხვა გზა არ გააჩნიათ.
ბატონო რამას თქვენ მეცნიერებას შეეხეთ საუბარში, როდესაც ინსტიტუტს საუბრობდით და შეიძლება ითქვას, რომ წინა ხელისუფლების დრომ თვითონ სისტემამ, მთლიანად მეცნიერების სისტემამ მიიღო ერთგვარი შოკი და ეს შეიძლება ითქვას, რომ ეს შოკური პერიოდი ამ მეცნიერებისთვის მართალია უფრო დაძლეულია, მაგრამ შეიძლება ითქვას ბოლომდე მაინც არ ამოიწურა და არის კიდე გარკვეული სახის ნაბიჯები ამემართულებით გადასათქმელი. თქვენ როგორ ფიქრობთ, დღეს რა არის აი ამ მიმართულებით გასაკეთებელი სახელმწიფოს მხრიდან, რათა მეცნიერება უფრო მეტად განვითარდეს და სამეცნიერო ინსტიტუტები უფრო მეტად მოძლიერდნენ, რათა ხელი შეუწყონ შემდგომში უკვე საქართველოს არა მარტო ეკონომიკურ, არამედ ზოგადად განვითარების საკითხებს. დიახ. ჯერჯერობით მე მგონი ისევ შოკურ მდგომარეობაშია მეცნიერება. სამეცნიერო პოტენციალი თვითონ რაოდენობრივად მე მგონი სამჯერ და უფრო მეტჯერ შემცირდა მნიშვნელოვანი ძალიან მოწინავე მეცნიერები შეიცვალეს თავის პროფესია და სხვა სფეროში გადავიდნენ იმიტომ რომ მათ არ შეეძლოთ ასეთ პირობებში ოჯახის რჩენა მოიშალა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ინსტიტუტების და დღესდღეობის ჯერჯერობით ისევ იგივე რჩება თითქმის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი მთავრობა ზრუნავს და ზოგიერთი ინსტიტუტის შენობების რემონტზე ფული უკვე გამოყოფილია, თუმცა ყველაზე კი არა მნიშვნელოვან ნაწილზე, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არის, მხოლოდ 1-2 ინსტიტუტზე არის ასეთი თანხები გამოყოფილი. ეხლა ჩვენ შეგვიძლია აქ ორი მიმართულებით ვიმსჯელოთ, ერთი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების მდგომარეობას და მეორე საერთოდ მეცნიერების ეკონომიკაში და ქვეყნის სამსახურში ჩადგომის პრობლემაზე შეიძლება ვიმსჯელოთ. ერთი უკვე ვთქვით, რომ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მდგომარეობა ჯერჯერობით კარგი არის. და მეორე ისიც რომ მეცნიერება არ გახდა ჯერჯერობით პრიორიტეტი მთავრობისათვის და საერთოდ საზოგადოებისათვის რომ ის გახდეს საფუძველი განვითარების არადა განვითარება მეცნიერების გარეშე ეს არის წარმოუდგენელი ეს უკვე რა თქმა უნდა დადგენილი ფაქტია და რა თქმა უნდა თეორიულადაც რო ვიმსჯელოთ ჩვენ მეცნიერული კვლევების გარეშე სახელმწიფო დამოუკიდებლობას, დამოუკიდებელ ეკონომიკას ვერ შექმნის. რა თქმა უნდა, იმპორტია ის ჩვენ შეგვიძლია მეცნიერების და ინოვაციების და ასეც მოხდება, მაგრამ იმ იმპორტსაც თავისი კვალიფიკაციის ადამიანები ესაჭიროება ქვეყანაში და მეორეც თუ ჩვენ მხოლოდ იმპორტს დავეყრდნობით, მაშინ ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა და საერთოდ პოლიტიკური დამოუკიდებლობა შესაძლებელია საფრთხის წინაშე, შესაძლებელი კი არა საფრთხის წინაშე დადგება. ყველა ქვეყანა, რომელიც განვითარებულია, ის საკუთარ სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ ინოვაციებით არის მოწინავე ქვეყანა. ეს იქნება იაპონია, კორეა, ახალი სახელმწიფოები, რომლებიც დაწინაურდნენ საკუთარი მეცნიერების განვითარების საფუძველზე დაწინაურდნენ. ჩვენთან კავშირი მეცნიერებას, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის არის ძალიან მინიმალური. და ეს კავშირი სწორედ სახელმწიფოს ინიციატივით უნდა დაიწყოს. ჩვენ რაც შეიძლება ვცდილობთ ამას მოვამზადეთ, აი ჩვენ ადრე თქვენთან გადაცემაში რომ ვიყავი, მაშინ ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას, ჩვენი წინადადებები და რეკომენდაციები, ახაც ჰქონდათ საუბარი. მაგრამ ძალიან დიდი გამოხმაურება საკვირველო მთავრობიდან ამას არ მოჰყოლია. მთავრობა უნდა ცდილობდეს და ქმნიდეს პირობებს იმისათვის, რომ მეცნიერება ჩაერთოს საგანმანათლებლო სფეროში, მეცნიერება ჩაერთოს ეკონომიკის სფეროში და საერთოდ საზოგადოების განვითარების ნებისმიერ სფეროში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დიდი პროგრესი არ გვექნება მხოლოდ იმპორტზე დამოკიდებულ მეცნიერება ჩვენ არ მოგცევს იმის საშუალებას რომ ქვეყანა განვითარდეს ისე როგორც საჭიროა. ჩვენ არავინ არ მოგცემს იმ შედეგებს კვლევისას, რომელიც შემდეგ კონკურენციას გაუწევს იმ ქვეყანას. ყველა ქვეყანა ფიქრობს თავის თავზე და იმ აღმოჩენებს
სამეცნიერო კვლევებს იყენებს თავის ქვეყნისათვის და არა სხვა ქვეყნისათვის. ბატონო რამაზ, როდესაც საუბრობთ მსგავს საკითხებს, ყოველთვის ბუნებრივია ვაწყდებით ამ ყველაფრის მიზანს, რაც შეიძლება იყოს იგივე განათლების, იგივე მეცნიერების და მათი კომპლექსურად მოქმედების უკვე თვითონ რაც შეეხება განვითარებას. ანუ სახელმწიფოს მიზანი განათლების და მეცნიერების სფეროში არის, რომ ქვეყანა უკეთ განვითარდეს და უკეთესი მიმართულებით. ჩვენ მაგალითად, როდესაც გქონდა წინა წლებში ყოველთვის პრობლემა როგორც განათლების მიმართულებით, ასევე მეცნიერების მიმართულებით, ბუნებრივია ეს ამ ყველაფერმა ასახვაწბოა თვითონ განვითარების საკითხზე და ხშირად როდესაც იყო მაგალითად წინა ხელისუფლების მიერ ყოველთვის საუბარი იმაზე, მაგალითად ეკონომიკური ზრდა და ხშირად ხდებოდა ამ ეკონომიკური ზრდის ციფრებით აპელირება, მაშინ როდესაც ეკონომიკური ზრდა შეიძლება ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურის პროექტითაც კი მოახდინო, თქვათ, რაღაც ციფრებით ჩვენება რომ მოხდა ეკონომიკური ზრდა, თუმცა მხოლოდ ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტში წასული ხარჯები არ ნიშნავს, რომ ამით ქვეყანა განვითარდა და უკეთესი მიმართულებით მიდის. მეცნიერების და განათლების ამოცანაც და მთავარი მიმართულებაც სწორედ იმის კვლევაა, თუ რა არის ქვეყნისთვის სასურველი განვითარებისათვის და რა არის სწორი ნაბიჯები, რომლითაც სახელმწიფომ უნდა იაროს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის და რა არის პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფოსთვის ეკონომიკური განვითარება და რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრისას ჩავრთოთ მაგალითად ისეთი პარამეტრები, როგორიცაა გამოვიყენოთ მხოლოდ ისეთი პარამეტრები, როგორიცაა ეკონომიკური ზრდა და სხვა მაჩვენებლები, რომელიც უკვე თანამედროვე მეცნიერებაში ძალიან აქტიურად მსჯელობენ იმაზე, რომ ეს არ ასახავს ქვეყნის წინსვლის რეალურ სურათს, იმიტომ შეიძლება ერთი მიმართულებით თუ წავიდა ხარჯები, რომელიც ეკონომიკური ზრდის საერთო სურათს ქმნის, მეორე მხრივ შეიძლება სახელმწიფომ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც პირიქით არათუ განვითარება, არამედ პირიქით რეგრესი შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკის. თქვენ როგორ ფიქრობთ და როგორ შეაფასებთ ამ პროცესებს? დიახ. თქვენ ნამდვილად სწორ აქცენტებს შეეხეთ, აქცენტების სწორად დასვით. ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ზრდა ეს ორი სხვადასხვა რამ არის, თუმცა რა თქმა უნდა ისინი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და ერთმანეთს განაპირობებენ. ეკონომიკური ზრდა შეიძლება გამოიწვიოს მოსახლეობის უბრალოდ ზრდამ, ან სხვა ფაქტორმა, როცა რაოდენობრივად იზრდება ეკონომიკა. ეკონომიკური ზრდა დაკავშირებულია მხოლოდ რაოდენობრივ ზრდასთან ეკონომიკის. ხოლო ეკონომიკური განვითარება ეს კი არის ეკონომიკის თვისებრივი ცვლილება მისი სრულყოფის მიმართულებით. და საფუძველი სწორედ შემდეგში ეკონომიკური ზრდისაც და საერთოდ ქვეყნის განვითარებისას სწორედ ეკონომიკური განვითარება, ანუ თვისებრივი ცვლილებები ეკონომიკაში. თვისებრივმა ცვლილებებმა ეკონომიკაში შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებაც კი მიიღოს. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ შესაძლებელია ეკონომიკურმა ზრდამ ჩვენ ვერ გვიჩვენოს თვისებრივი ცვლილებები ეკონომიკაში, თქვათ კომფორტის გაუმჯობესება მოსახლეობისა. თვისებრივი ცვლილებების დროს შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის ტემპები შეიძლება შემცირდეს კიდევაც. ეს თვითონ საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნაც არის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მოთხოვნაც არის. საბაზრო ეკონომიკის, იმიტომ რომ ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ფირმები ცდილობენ, რაც შეიძლება ახალი ტექნოლოგიები დანერგონ, გააიაფონ პროდუქცია და ამის შედეგად, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის ტემპები შეიძლება შენელდეს. მეორე მხრივ, მდგრადი ეკონომიკური განვითარება მოითხოვს, რომ არსებული რესურსები, რომელიც დროის განმავლობაში ამოიწურება, რაც შეიძლება რაციონალურად ხარჯოთ. ამიტომ
იქმნება ისეთი ტექნოლოგიები, რომელიც რაც შეიძლება ნაკლებ რესურსებს მოითხოვს. ეს იწვევს ეკონომიკის შემსუბუქებას და ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებას. აი როგორც რაოდენობრივი ფორმით გამოხატული ფიზიკური ფორმით, ისე ღირებულებითი ფორმით გამოხატული. აი რაოდენობრივი ფორმით მაგალითად ჩვენ შესაძლებელია რამოდენიმე ხელსაწყო ერთ ხელსაწყოში გაერთიანდეს, ვთქვათ, პრინტერი, ქსეროქსი და სკანერი. ერთ ხელსაწყოში გაერთიანდება და სამის ნაცვლად გვაქვს ჩვენ ერთი ხელსაწყო, რომელიც უფრო კომფორტულია. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის ტემპებს ანელებს. თუმცა ეს შენელება არა უარყოფითია, ეს ჩვენ არ უნდა გავიგოთ, როგორც თითქოს დაქვეითებას აქვს ეკონომიკური დაქვეითებას ადგილი. არა, ეს არის შენელება, რომელიც არის პროგრესული, რომელიც იწვევს ადამიანთა კომფორტის ზრდას და ეს დადებითი მოვლენა. ამდენად ჩვენ მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლებით შეფასება ეკონომიკის უკვე მართლაც არ არის საკმარისი, რომ შესაძლებელია ტემპები არ იყოს მაღალი, მაგრამ კომფორტი ადამიანებისა პირიქით იზრდებოდეს უფრო სწრაფად, ვიდრე თქვათ სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში. აქ მაჩვენებლები ცოტა რთული შესარჩევია, იმიტომ რომ თვისებრივი ცვლილების რაოდენობრივი გამოხატვა ცოტა ძნელია. თუმცა ჩვენ ნაშრომებში, ჩემ ნაშრომში და წვის ნაშრომშიც არის ასეთი მაჩვენებლები მაინც, რა თქმა უნდა, მაჩვენებელთა ერთობლივ, რომელიცაც ჩვენ შეგვიძლია აი ეს ეკონომიკური ზრდის მასშტაბები შევასწოთ აი თვისებრივი ცვლილებასთან დაკავშირებული მაჩვენებლებით და ამდენად უფრო სწორად ავსახოთ ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკური ან კომფორტის ადამიანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების. ესე იგი, ჩვენ რომ საუბრობთ მთლიანი შიდა პროდუქტი ჩვენზე და რომელიც მართლაც სერიოზული მაჩვენებელია, მაგრამ მხოლოდ ამ მაჩვენებლით ჩვენ მისი ზრდით ან შემცირებით არ შეგვიძლია ვიმჟევროთ ქვეყნის მდგომარეობაზე, მოსახლეობის ცხოვრების დონის ან შემცირებაზე, ან გაზრდაზე. ბატონო რამას, ამ ყველაფერს შეიძლება ერთი მხრივ თქვათ, როდესაც სახელმწიფო გააკეთებს განვითარებაზე აქცენტს, თქვენ საუბრობთ, რომ ამ შეიძლება პირიქით ეკონომიკური ზრდა შეანელოს. ხშირად შენელებას საქართველოში განსაკუთრებით პოლიტიკოსები, რომლებიც არ არიან გათვითცნობიერებულები, ხშირ შემთხვევაში არიან ეკონომისტებიც, მაგრამ ტერმინებს ძალიან დამახინჯებულად იყენებენ. ხშირად შეიძლება პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა ამას რეგრესია უწოდოს და ეკონომიკური დაცემაც კი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ასეთ დროს, როდესაც ხდება იგივე მაგალითად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შენელება, რამდენად არის ქვეყნისთვის საგანგაშო და ამ დროს რა შეიძლება ჩავთვალოთ რეგრესად? კიდევ გავიმეორებ იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა დღევანდელ პირობებში, რა თქმა უნდა, არ არის ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკა, ამიტომ ახალი ინოვაციები რომ შემოვა ან გარედან, ან რომ ჩვენ შევქმნით ინოვაციურ სისტემას საკუთარ კვლევებზე დაფუძნებულს, შესაძლებელია ამან მართლაც გამოიწვიოს ეკონომიკური ზრდის გარკვეული, ესე იგი, საწინააღმდეგო მიმართულება, თორემ საერთოდ ეკონომიკური განვითარება, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის ტემპებს ზრდის, სწორედ ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური ზრდის ტემპების ყველაზე დიდი ფაქტორი, მაგრამ გარკვეულწილად შესაძლებელია. აი ერთ მაგალითს მოვიყვან, მაგალითად მე ფიზიკაში არსებობს ასეთი მოვლენა, ზეგამტარობა. ესე გარკვეული ტემპერატურის შემდეგ ლითონი კარგავს წინაღობას და მასში წინაღობის თვისებას და მასში ელექტროენერგია გადაეცემა ყოველგვარი დანაკარგების გარეშე. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია აი ძალიან მინიატურულ მავთულში გავატაროთ და ძალიან მცირე განიკვეთის სადენებში გავატაროთ მთელი დიდი ქალაქების მომარაგების ელექტროენერგია. გამოვუშვათ მინიატურული
ძრავები, ელექტრო და ასე შემდეგ. რას გამოიწვევს ეს, რა თქმა უნდა, შემსუბუქებას ეკონომიკისას, ლითონის შემცირებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს ეკონომიკურ, რა თქმა უნდა, ფულად გამოხატულებაში და შესაძლებელია ფიზიკურ გამოხატულებაში, მასაში და ერთეულებში და ასე შემდეგ მის ძალმნიშვნელოვნად შემცირებას. მაგრამ ის გამოიწვევს კომფორტის შემცირებას, რა თქმა უნდა, არ გამოიწვევს ცხოვრების დონის პირიქით გაზდას გამოიწვევს, უფრო კომფორტული, უფრო მოსახერხებელი იქნება რესურსები დაიზოგება. ამდენად კიდევ ვიტყვი, რომ მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლებით დღეისათვის ჩვენ ეკონომიკური განვითარების ეკონომიკის საერთოდ მდგომარეობის შეფასება ეკონომიკისა არ არის სწორი, აი აქ უნდა იყოს ჩართული ის მაჩვენებლები, რომლებიც გარკვეული სიძნელეების მიუხედავად მაინც მოგვცევს თუ რა თვისებრივ ძვრებს აქვს ეკონომიკაში ადგილი. თუ უმჯობესდება თუ არა ადამიანთა ცხოვრების დონე და უმჯობესდება თუ არა ადამიანთა კომფორტი. აი ამის გარეშე, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ხა რაც შეეხება იმას, რომ ზოგჯერ პოლიტიკოსები იყენებენ, თქვათ, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ამისათვის ალბათ საჭიროა შესაბამისი აგიტაცია, რომ შეფასება უნდა მოხდეს ალბათ მხოლოდ აი რაოდენობრივი მაჩვენებლებით, მთლიანში დაპროდუქტებით, მთლიანი ეროვნული პროდუქტით არამედ თვისებრივი ცვლილებების გამოხატელი მაჩვენებლებითაც. ბატონო რამაზ, თქვენ ახლა საუბრობდით თვითონ განახლებაზე, ტექნოლოგიების და ინოვაციებზე, რომელიც განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტია. ახალმა ხელისუფლებამ გარკვეულწილად დაიწყო ამ მიმართულებით უკვე საქმიანობაც, აქტიურობაც და წამოიწყო რამოდენიმე ფონდით საქმიანობა, რომელიც აფინანსებს პირდაპირ ასეთ მიმართულებებს, შექმნა ტექნოპარკი, უკვე ვიცით, რომ ერთ თვეში დაიწყება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაც, რომელიც ამ მიმართულებით იქნება ორიენტირებული, თუმცა ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები ზოგადად ისეთი მიმართულებაა, რომელიც როდესაც სახელმწიფო იღებს სამიზნეს, ეს ან საშუალო, ან გრძელვადიან პერიოდზეა ხოლმე გათვლილი, რადგან მოკლევადიან პერიოდში ესეთი მიმართულება, განსაკუთრებით განათლების დარგები, ნაკლებ ეფექტს იძლევა და ხშირად მარტო ხარჯი არის ამ მიმართულებით გაწეული ხოლმე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ მიმართულებით სახელმწიფოს საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული პროექტები, ინიციატივები, თუმცა ისიც ვიცით, რომ ახალი უნივერსიტეტი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი და ის იქნება კერძო ფული, რომელიც იქნება ქართულ ფონდიდან დაფინანსებული. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი მთავრობის მიმართულება ამ კუთხით რამდენად არის სწორი და როგორ ფიქრობთ ამ პროცესში თვითონ განათლების სამინისტრო რამდენად აქტიურად უნდა იყოს ჩართული, იმიტომ ერთი მხრივ ჩვენ ხედავთ ეკონომიკის სამინისტროდან აქტიურობას ამ მიმართულებით, თუმცა მე ვიტყოდი, რომ მაინც და მაინც ისე აქტიურად განათლების სამინისტრო ფეხს ვერ უწყობს თავისი ინიციატივებით და თავისი პროექტებით, რომელმაც რამოდენიმე წლის შემდეგ უნდა მიცეს ისეთი კადრი სახელმწიფოს, რომ იქნება ამ ტექნოლოგიებზე და ამ ინოვაციებზე მორგებული კადრები. დიახ. სამართლიანო მოითხოვს ითქვას, რომ დღევანდელმა მთავრობამ, წინა მთავრობასთან შედარებით, ინოვაციებთან დაკავშირებით რასაკვირველია, უფრო მეტი და უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. წინა მთავრობის პირობებში თითქმის აი ეს ინოვაციური განვითარება ქვეყნისა ამაზე ყურადღება თითქმის არ იყო გადატანილი. კი, რა თქმა უნდა, კეთდებოდა პრაქტიკულად რაღაცები, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით არ იყო მიმართული და მინდობილი იყო მხოლოდ საბაზრო ეკონომიკას. და ამის საბაზრო ეკონომიკაზე მინდობა მხოლოდ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. თანამედროვე პირობებში სახელმწიფომ აღიარა ქვეყნის ინოვაციური განვითარების გზა, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის და განახორციელა რამოდენიმე პროექტი და ეხლაც ახორციელებს, რა თქმა უნდა, იქ კერძო პირის მიერ ხორციელდება, მაგრამ
მაინც ეს ქვეყნის მასშტაბით არის და რაც საკვირველია დღევანდელ მთავრობას ეეთვლება ალბათ დადებით აქტივში. მაგრამ მე ისიც თქმა მინდა რომ ეს მაინც არის ფრაგმენტული ხასიათის ღონისძიებები. საჭირო არის ქვეყანაში შეიქმნას ინოვაციური სისტემა. ინოვაციური სისტემა, რომელიც არა მხოლოდ ერთი ობიექტისაგან და რაიმე ერთი ვთქვათ ტექნოპარკისაგან თუ სხვა სახის ინოვაციური ინფრასტრუქტურა იქნება, შედგება არამედ ეს მოიცავს მთელ ინფრასტრუქტურას, სხვადასხვა სახის ინოვაციურ ორგანიზაციებს. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია თვითონ ინოვაციური პოლიტიკის განსაზღვრა. აი საბჭოთა კავშირის ქვეყნები რო ავიღოთ ჩვენ, რუსეთს მაგალითად აქვს თავისი ინოვაციური პოლიტიკა უკვე განსაზღვრული ოფიციალურ დონეზე, აქვს კანონი ინოვაციების შესახებ, აქვს ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობის სტრატეგია, პროგრამა და ასე შემდეგ. იგივე აქვს სხვა ქვეყნებს, რომ არაფერი თქვა ლატვაზე, ლიტვაზე, ესტონეთზე და ასე შემდეგ. ბელორუსიას იგივე აქვს, ყაზახეთს, ყირგიზეთს და ასე შემდეგ, ბევრ ქვეყანას ეს აქვს. საქართველოს ჯერჯერობით ასეთი რამე არ აქვს. მე ვიცი რომ ეხლა მომზადებულია და პარლამენტში არის თორა წარდგენილი არ ვიცი კანონი ინოვაციების შესახებ. ალბათ ეს დადებითი მოვლენაა, მაგრამ ჩვენ ოფიციალურად უნდა განსაზღვროთ ჩვენი ინოვაციური პოლიტიკა. ჩვენი ინოვაციური სისტემა როგორი უნდა იყოს, აი ეს უნდა განსაზღვროთ. რასაკვირველია ამ ინოვაციურ სისტემაში ჩვენ რო ვახსენეთ ინოვაციების იმპორტს ექნება დიდი ნიშნულობა, მაგრამ ინოვაციური იმპორტი რო განვახორციელოთ, ამისათვისაც მომზადებაა საჭირო, ამისათვისაც მეცნიერებაა საჭირო, ამისათვისაც განათლებაა საჭირო და შესაბამისი კადრების აღზრდაა საჭირო. რაც შეეხება იმას, რომ საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული ინოვაციური სისტემა გქონდეს, ეს კიდე უფრო რთულია და ამას უპირველეს ყოვლისა მეცნიერების განვითარება სჭირდება და მეცნიერების განვითარების გარეშე აქ ყველა ფუჭი იქნება ნებისმიერი მოქმედება. აი ამიტომ კომპლექსური მიდგომაა ასეთი მისათვის საკითხისადმი მთავრობა უნდა კომპლექსურად მიუდგეს ამ საკითხს, ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების საკითხს, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა კერა საფუძველი იქნება მეცნიერება, გამოგონება, ინოვაცია, აი ეს ორგანული კავშირი ამ სამ კომპონენტს შორის. ამის გარეშე ჩვენ ინოვაციურ ეკონომიკას ვერ ავაშენებთ. ბატონო რამას, ჩვენ შევდივართ საარჩევნო წელში, შევედით უკვე საარჩევნო წელში და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო იზაბება სიტუაცია, იზაბება იქიდან გამომდინარე, რომ ხედავთ, რომ საკმაოდ რთული არჩევნები იქნება კონკურენციის თვალსაზრისით. და ამ პროცესშიც გადამწყვეტი როლი ექნება თვითონ პროგრამებს, პარტიების პროგრამებს, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ სანამ პროგრამებამდე მივალთ, ახალი მთავრობაც სულ რაღაც სამი თვის დამტკიცებულია, როდესაც ახალმა პრემიერმა წარუდგინა უკვე პარლამენტს ახალი გუნდი, თუმცა ძველი შემადგენლობით. მთავრობის წარდგენისას მან წარადგინა 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც იქნებოდა მისი შესასრულებელი მისი მთავრობაში ყოფნის პერიოდში, ანუ შემდეგ არჩევნებამდე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ მოკლე ვადიან პერიოდში შეიძლება ითქვას, რომ მას მხოლოდ 10 თვე ჰქონდა ამ მოკლე ვადიან პერიოდში იმ პუნქტების შესასრულებლად და იმ დაპირების მისაცემად, რომელიც შეიძლება მას პარლამენტის ტრიბუნიდან განეცხადებინა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად არის დასმული განსაკუთრებით განვითარების მიმართულებით აქცენტები მის 4 პუნქტიან გეგმაში და როგორ შეაფასებთ? დიახ, მე თქვენი წინა კითხვაზე დამავიწყდა პასუხის გაცემა განათლების სამინისტროს როლის ამ ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა, ეხლა განათლების სამინისტრო ტექნოპარკებს და ასე შემდეგ ინფრასტრუქტურულ ორგანიზაციებს ის ვერ შექმნის და აქ მისი როლი ალბათ ძალიან მცირეა, მაგრამ მისი როლი არის ძალიან დიდი განათლების სფეროში, განათლების სისტემის სრულყოფაში.
და ერთ-ერთი პუნქტი სწორედ განათლების სისტემის რეფორმა არის ბატონი პრემიერის 4 პუნქტიან თავრობის 4 პუნქტიან გეგმაში განათლების სრულყოფა და აქცენტი მართლაც არის სწორად ასმული რომ განათლების ესე იგი განათლება უნდა შეესაბამებოდეს შრომის ბაზარს მაგრამ ჩვენ ახლა ამ შრომის ბაზარში რომელიც ვიგულისხმებთ დღეს რომ შრომის ბაზარი არსებობს თუ მომავალში ამას აქვს მნიშვნელობა ჩვენ თუ არ გვექნება გააზრებული ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პრობლემები და არ გვექნება გაწერილი ჩვენ თუ როდის და რას გავაკეთებთ და ასე შემდეგ მაშინ ჩვენ შეიძლება დღეს ისეთი დღევანდელი შრომის ბაზარზე ორიენტირებული ისეთი კადრები ავზარდოთ რომელიც მომავალისათვის ჩვენ შემდეგ ამ ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობის პროცესში მაინც არ გამოგვადგეს ამიტომ თავდაპირველად მაინც აუცილებელია თუ ჩვენ ვაშენებთ ინოვაციურ ეკონომიკას ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობის სტრატეგია გქონდეს მერე მისი გაწერილი პროგრამაც გქონდეს და იმ პროგრამის შესაბამისის შემდეგ შრომის ბაზრის შესაბამისი განათლების სისტემა უნდა შევქმნათ ჩვენ. და დღევანდელი შრომის ბაზარი კი ჩვენი ძალიან მოუწესრიგებელი შრომის ბაზარია და არ არის მაღალკვალიფიციური კადრებით ეს შრომის ბაზარი მოთხოვნაც ამ შრომის ბაზარზე არ არის მაღალკვალიფიციურ არა ზოგიერთ სფეროში რა თქმა უნდა არის მაგრამ ძალიან ბევრ სფეროში რა თქმა უნდა მაღალი კვალიფიკაციის შრომელებზე არ არის მოთხოვნა და ჩვენ რო ეს გავითვალისწინოთ ეს მოთხოვნა მაშინ ჩვენ ჩამოვრჩებით ისე ამიტომ კიდევ ვამბობ მე რომ საფუძველი ჩვენი რასაც ვაშენებთ აი იმ გეგმის კარგად ჩამოყალიბება და იმ გეგმაში ჩაჯდება შემდეგ რა თქმა უნდა განათლების სფერო და კიდევ ვამბობ მე რომ რასაკვირველია მეცნიერების სფერო მეცნიერებას უნდა დაეყრდნოს განათლებას და სხვა ყველა მიმართულება. მსმენელი ყავს ბატონო რამას მოусმინოთ და გავამოხსნოთ გისმენთ. გამარჯობა თან. გამარჯობა ბატონო რამას. ბატონო რამას აი თქვენ თქვით რომ ჩვენ გჭირდება ისეთი მოსახლეობის უბრალოდ ახალგაზრდობის აღზრდა რომელიც ჩაუდგება ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკურად გააძლიერებს როგორც იტყვიან საქართველოს. მაგრამ სამწუხაროდ რა არის რომ ჩვენ ვერ გავიგეთ ეს ახალგაზრდობა ვინ უნდა აღზარდოს იმიტომ რომ დღეს თუ გამოდის ახალგაზრდობის დიდი ნაწილი თავისი წინამორბედის როგორც იტყვიან თაობისგან განსხვავებით იქ როგორც ვიც არიან პროფესიონალი ეკონომისტები ეს იქნება მიხეილ ჯიბუტი, დემურ გიოხელიძე და ასე შემდეგ ყველა მათ საწინააღმდეგოდ ერთხმად ამტკიცებს რომ საქართველოს უნდა დაივიწყოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების გზა. არავით არის ფაბრიკები, ქარხნები, ყველაფერი კერძო სექტორში და ემსგავსება იმ იდეოლოგიას, რომელსაც მათ წინაპრებმა ჩაუყარეს თავი, ჩაეტარეს რა სახელმწიფოში პრივატიზაცია, მოსახლეობა გაყოლიფეს პირწმინდად, მიისცეს შვილებს განათლება და საკანონმდებლოში მოიყვანეს თავიანთი კრიმინალური ქმედების მფარველები. რა დონის ახალგაზრდობა გინდა თქვენ რომ ჩაუდგეთ სახელმწიფოს დღევანდელ დემოკრატიულ სახელმწიფოს საქართველოს სათავეში 21 საუკუნეში როცა ცივილიზაციური მონოპოვარი პრაქტიკულად რევოლუციებს იწვევს ნებისმიერ სფეროში და ადამიანს აძლევს უსაზღრო გაქანების საშუალებას და ამის საწინააღმდეგოდ ხოლმე გვესმის ტურიზმი, როგორც იტყვიან, ბანკები და როგორც იტყვიან კარიერული სისტემა. მეტი არაფერი, არანაირი ფაბრიკა, ქარხანა, არანაირი საშუალო ბიზნესის სფერო, გინდაც ნახევარ ფაბრიკატების მეშვეობით, როცა მაგალითად თუ შეუძლია უკრაინას გამოუშვას ავტობუსები, საშუალო დონის, თუ შეუძლია თურქეთს გამოუშვას, როგორც იტყვიან, მიკროსამარშრუტო და ტაქსები და ასევე ტრანსპორტი. ჩვენ რატომ გავხდით ეგეთი ბედოვლათები? ჩვენ გქონდა ავტომშენებლობის ქარხანა ქუთაისში. ასლან აბასიძემ ჩამოიტანა ჰამერის ხაზი და ნაციონალებმა მოსვლისთანავე გააკრეს. რა ხდება? აი, ჩვენგან აკეთებენ მეორე პატარა მინისაბერძნეთს? ტურისტული, როგორც იტყვიან, ნარკოტიკული, მსუბუქი პროსტიტუციული ეკონომიკის სახელმწიფოთ უნდა გადავიქცეთ ჩვენ. ჩვენ ანგლო-საქსონური დამოკიდებულება დემოკრატიიდან გამომდინარე ევროპულ განვითარებულ ქვეყნებთან მიმართებაში ამითი უნდა დამთავრდეს. იქნება აგვიხსნათ. რა თაობაზე ლაპარაკობთ? ვინ არის ეს თაობა? სად არის?
დიახ. ბატონო, სანამ თქვენ უპასუხებთ, მე პატარა კომენტარს გავაკეთებ, იცით, ყოველთვის იყო თაობებს შორის, თქვათ, იმასთან დაკავშირებით კამათი რა უფრო უკეთესია. ჩვენ მსმენელმა ახსენა, თქვათ, სხვა ეკონომისტები, რომლებიც თქვათ, აქვთ სხვადასხვა მოსაზრებები და ეს ბუნებრივიცა და არცაა ჩემი აზრით გასაკვირი. მათ შორის არიან ძალიან ბევრი პატივსაცემი ადამიანები, მსმენელმა მიშა ჯიბუტი ახსენა და მიშა ჯიბუტს აქვს საკმაოდ დიდი დამსახურებას მეცნიერებაშიც და თქვათ პროფესიულ წრეებშიც და საკმაოდ საპატივცემულო ადამიანია, თუმცა მასაც აქვს გარკვეული სახის მოსაზრება ისევ როგორც მე, ისევ როგორც ბატონ რამას და თუმცა ეკონომიკური მეცნიერება ის მეცნიერება სწორედ რომელიც არ ეყრდნობა მხოლოდ ერთი ადამიანის მოსაზრებას და ეს მეცნიერება რომელიც სხვადასხვა ადამიანების მოსაზრებიდან ყალიბდება ერთი მოსაზრება რომელსაც უკვე მე თქვათ ან თეორია წარმოიქმნება ახალი ან თქვათ ეკონომიკურ განვითარებას დაედება საფუძვლად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მხოლოდ აქცენტის გაკეთება რომ თქვათ იმისი არ მომწონს იმისი მოსაზრება და ამისი მოსაზრება მომწონს ეს რა თქმა უნდა არასწორია ჩემი გადმოსახედით და აქ მთავარი მაინც არის თქვათ ამ სხვადასხვა მოსაზრებებიდან წარმოიქმნას ის მოსაზრება რომელიც უკვე შემდგომ ახალგაზრდა თაობას დაედება საფუძვლად რომ შექმნას უკვე ახალი მისთვის სასურველი და მისაღები მიმართულება, რომელიც უკვე იმ მომენტისთვის იქნება სახელმწიფოსთვის საწინდარი და სასურველი განვითარების საფუძვლად. ისმენთ ბატონო. დიახ. მართალი ბრძანდებით. მე მაინც ამ ჩვენს რას უწოდებთ თქვენ? მსმენელს. მსმენელის გულისტკივილი მესმის, მაინც მაგის ძირითადი გულისტკივილი არის იმაში, რომ საბაზრო ეკონომიკა ჩვენთან ჯერჯერობით ვერ გაამართლა და ამაში მე მგონი ვერც გავამტყუნებთ. თუმცა ეს საბაზრო ეკონომიკის ბრალი არ არის. ეს არის იმის ბრალი, რომ თუმცა თუ არა საბაზრო ეკონომიკა ბოლომდე ისიც საკითხავია ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში. ხო, აი ამას ვამბობ ახლა ზუსტად, რომ ჩვენ აი ამ პერიოდის 25 წელი სრულდება უკვე. ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ მეტად თუ ნაკლებად განვითარებული საბაზრო ეკონომიკის შენებლობა, რაშიდაც ძირითადი ბრალი არის სუბიექტური ბრალი, თუმცა იყო რა თქმა უნდა ობიექტური წინააღმდეგობებიც ამ გზაზე, მაგრამ ძირითადი იყო მაინც სუბიექტური. მთავრობებს რომ გაეთვალისწინებინათ ის თუ რა არის აუცილებელი საბაზრო ეკონომიკის შენებლობისათვის, ინოვაციური ეკონომიკის შენებლობისათვის, ისეთი ეკონომიკის შენებლობისათვის, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში არის და ჩვენ სახეზე გვაქვს და მაგალითები გვაქვს და მისი ბევრი პირდაპირ გადმოტანა შეიძლება და გაუმჯობესება შეიძლება და ეს ჩვენ ვერ მოვახერხეთ სხვადასხვა შეცდომების გამო. მაგალითად, ერთს დავასახელებ, რომ საერთაშორისო დახმარებებიც კი ჩვენ ვერ გამოვიყენეთ მიზნობრივად, დავკარგეთ ამდენი დახმარებები. ჩვენ საკუთარი დანაზოგებსაც ვერ ვიყენებთ. საერთოდ განვითარებადი ქვეყნების ავადმყოფოა ეს, რომ მოგება, რომელსაც ბიზნესი იღებს განვითარებად ქვეყნებში, აი ამ ქვეყნებს არ ხმარდება. ეს კუზნეცმა შეისწავლა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მიუხედავად ამ შემოსავლებისა, ღარიბი მოსახლეობის მდგომარეობა არ უმჯობესდება და ეს თითქოს აიხსნა იმით, რომ მოგებიდან თითქოს ბიზნესში დებენ და ამიტომ ბიზნესმენებს უფრო მეტი პროცენტი რჩება ვიდრე ღარიბებს, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, რომ მოგების ძალიან დიდი ნაწილს ისინი დებენ განცში, გააქვთ საზღვარგარეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ქვეყნის განვითარებას ეს მოგება არ ხმარდება. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, ეს უნდა გამოსწორდეს და ეხლა მე მაგალითად მიმაჩნია რომ ეს ინიციატივა რომ მოგების გადასახადიდან გათავისუფლდნენ ისინი ვინც მოგებას ქვეყნის შიგნით გამოიყენებს და წარმოების გაფართოებაზე იქნება მიმართული რომ ქვეყანას დარჩეს. ეს ერთ-ერთი დავასახელე მე რომ აი საბაზრო ეკონომიკისათვის რაც არის აუცილებელი იმას ჩვენ ვერ ვასრულებთ. თუ დანაზოგი არ იქნა საკუთარი დანაზოგი არ გაკეთდა ის ეკონომიკა როგორ განვითარდება, ეკონომიკა ვითარდება სწორედ დანაზოგების. დანაზოგებია სწორედ წყარო ინვესტიციების და თუ ჩვენ დანაზოგები მიმართეთ საკუთარი ქონების დასაგროვებლად, რასაკვირველია ქვეყანა ვერ განვითარდება.
ძალიან ბევრი სხვა შეცდომის დასახელებაც მე შემიძლია ახლა, მაგრამ დღის შეზღუდვის გამო. ამიტომ ჩვენ მივიღეთ ეკონომიკა, რომელიც არ არის, ესე იგი, საბაზრო ეკონომიკის სრულყოფილი საბაზრო ეკონომიკის შესაბამის დეფორმირებული ეკონომიკა მივიღეთ. არ არის განვითარებული მატერიალური წარმოების სფერო. არის განვითარებული დაუშვათ საბანკო სექტორი, მაგრამ კრედიტები იცემა მხოლოდ სამოხმარებლო საქონლის შესაძენად და არ მიდის ინვესტიციებზე ძირითადი ნაწილი. აი დღესაც ახლა ნებისმიერ მაღაზიაში რო შეხვიდე, ყველგან ზის ბანკების წარმომადგენელი და სამოხმარებლო საქონელზე იცემა ეს კრედიტები. რომელმაც შეიძლება შემდეგ საბაზრო კრიზისამდე მიგვეყვანოს, იმიტომ რომ ეს კრედიტები არის ვირტუალური, რომ ერთმანეთს აშორებს მოხმარებასა და გადახდას ერთმანეთს აშორებს და საბოლოოდ შეიძლება ამან პრობლემები წარმოშოს, ისე როგორც წარმოშვა ამერიკაში. და ძალიან ბევრი საკითხის ჩამოთვლა შეიძლება და მე ამ მსმენელს რა თქმა უნდა ვერ გავამტყუნებ, რომ ჩვენ ცოტა გული გაუცურეთ და აუგორეთ გული საბაზრო ეკონომიკაზე. ამიტომ არის ახლა რომ აი ეს ცვლილებები, რეფორმები აუცილებელია, სასწრაფოდ დასაწყებია, მაგრამ კომპლექსური რეფორმებია დასაწყელი და არა რაღაც ცალკეული კარგი პროგრესული რაღაცების გაკეთება ვერ გვიშველის ჩვენ. თუ ჩვენ გარემო არ შევქმნით საერთო ინოვაციური გარემო, შესაძლებელია ერთი საწარმო კარგი გავაკეთოთ, მაგრამ თუ გარემო არ იქნა წესიერი, შეიძლება ის საწარმოც ვერ იფუნქციონიროს შემდეგ წესიერად და ისიც დავკარგოთ ჩვენ. აი ეს აუცილებელია და აქ რა თქმა უნდა ახალგაზრდების ჩართულობა აუცილებელია. მე ვერ ვიტყვი რომ ჩვენ ცუდი ახალგაზრდები ყავს, კარგი მომავალია, ოღონდ ჩვენ უნდა გზა გავუყვალოთ მათ და ავაშინოთ ჩვენ ნორმალური და კარგი ქვეყანა. ისიც უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი 20 წელი რეფორმების უმეტესობა ჩატარდა საკმაოდ ცუდი ფორმით, რამაც საზოგადოებაში ამ რეფორმებისადმი გამოიწვია დიდი უნდობლობა. მათ შორის იგივე ეს პრივატიზების საკითხი ახსენა ჩვენმა მსმენელმაც და ეს პრივატიზებაც არასწორად ჩატარებული რეფორმის შედეგი იყო. ამიტომ ის რომ რახან ცუდი ფორმით ჩატარდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითონ პრივატიზება როგორც ასეთი არის ცუდი. და მთავარია ის იყოს გონივრულად და მიზნობრივად განხორციელებული რეფორმა. დიდი მადლობა ბატონო რამაზ. სამწუხაროდ გავიდა ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო, ამოიწურა. მე კი მაყურებელს სამსმენელს შევახსენებ, რომ დღეს ჩემი სტუმარი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი რამაზ აბესაძე. მე კი გადაცემის წამყვანი ოთარ ანგურიძე, გემშვიდობებით მოვალ ხუთშაბათამდე.